Ოფლიო ფუტკრის დღე. კი ბატონო. აი ესეთი დღეს არსებობს, რომელიც გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანი არიან ფუტკრები ჩვენი ბუნებისა და ყოველდღიური ცხოვრებისთვის. ესეც ბიომრავალფეროვნების ნაწილია სხვათა შორის და აი ამ დღესთან დაკავშირებით გაგაცნობთ ახალგაზრდა გოგონას, რომელმაც მეფუტკრეობა ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად აქცია, საკუთარი სკები, ყოველდღიური შრომა და განსაკუთრებული ურთიერთობა ფუტკრებთან აქვს მას და შეგვიძლია რომ ნახოთ ახლა ლიზა ნოზაძის სიუჟეტი. ფუტკრები როცა ხელზე მიზის ხოლმე ძალიან სასიამოვნოა, რადგან ესეთ სპეციფიურ ვიბრაციებს გამოსცემენ, ასევე განსაკუთრებული სურნელი აქვს და ძალიან დადებით ემოციებსაც გადმომცემენ. ფუტკრები თავიანთ საჭიროებებს მიზიარებენ ხოლმე მე და მე პირიქით ჩემ საჭიროებებს. ძალიან რთული არის, რომ ადამიანმა იპოვოს ის საქმიანობა, რომელიც შეუყვარდება და ამას სიცოცხლის ბოლომდე გააკეთებს. მეფუტკრეობაზე არასოდეს არ მიფიქრია, თუმცა ბავშვობიდანვე მიყვარდა ყოველთვის ბუნება და ცხოველები. 12 წლის წინ დაიწყო ეს ყველაფერი, მაგ დროს არანაირი გამოცდილება არ მქონია ამ მიმართულებით. მაჩუქეს ერთი ფუტკრის ოჯახი და სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. როდესაც მათ შევეხეს, კიდან ამოვიღე ჩარჩო, მივხვდი, რომ ეს იყო ის საქმიანობა, რაც სიცოცხლის ბოლომდე უნდა მეკეთებინა. მეფუტკრეობა არის ის, რაც მე ზოგადად მაძლევს მოტივაციას, რადგან რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე იყო, ან რაღაც არ გქონდეს არაფრის გაკეთების სურვილი, როგორც კი საფუტკრესთან მიხვალ ახლოს, იმ წუთში ხვდები, რომ შენ ძალიან დიდი პასუხისგებლობა გაქვს მათ წინაშე. და ეს გაძლევს ყველაფრის ძალას, რომ შენი საქმიანობა მაქსიმალურად სრულყოფილად შეასრულო. ფუტკრებში დავინახე რაღაც განსაკუთრებული ქცევები და თვისებები, რაც ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა და თავი ვიგრძენი როგორც მათი ოჯახის წევრმა და ალბათ აი ამ კომუნიკაციამ და სიმბიოზმა ჩვენს შორის, რაც იყო, განაპირობა ის, რომ ძალიან შემიყვარდა ფუტკრები. ფუტკრებთან მუშაობის პროცესში ყველაზე მეტად მიყვარს ის, რომ მათ ვაკვირდები, მათ ხმებს უსმენ და ასევე შევიგრძნობ იმ სურნელს, რაც სკებიდან ამოდის. ასევე ძალიან მიყვარს, როდესაც ჩემთან საფუტკრეში ჩამოდიან სტუმრები, განსაკუთრებით კი ბავშვები და იმ დადებით ემოციებს, რასაც მე ვიღებ ფუტკრებისგან, გადავცემ სხვებსაც. ეს არის სკა, სადაც ფუტკრები ცხოვრობენ და თითოეულ სკაში ცხოვრობს ერთი ფუტკრის ოჯახი, რომელსაც ყავს ერთი დედა ფუტკარი, 10,000-ობით მუშა ფუტკრები და მამალი ფუტკრები სეზონურად. და თითოეულ ინდივიდს აქვს თავისი გარკვეული სამუშაოების სკაში, რასაც ოჯახისთვის ასრულებს. აი ხა ძალიან საინტერესო ქცევას აკეთებენ, თუ დააკვირდებით, ეს ფუტკრები ცეკვავენ. და აი ამ ცეკვის საშუალებით ერთმანეთს გადასცემენ ინფორმაციას, თუ სად არის საკვები წყარო. ჯერ გადიან გარეთ მზვერავი ფუტკრები და მოძებნიან საკვებ-წყაროს და შემდეგ უკვე გადასცემენ დანარჩენებს, რომ საჭიროების შესაბამისად ის გარკვეული რაოდენობა ფუტკრებისა ჩაერთოს ამ საქმიანობაში. ფუტკრის ოჯახში მუდმივად ხდება თაობათა ცვლა და დედა ფუტკარი თუ არ დადებს კვერცხს, რა თქმა უნდა, მუშა ფუტკრებიც, როდესაც სიცოცხლის რესურსი ამოეწურებათ, დაიხოცებიან. ახლად დაბადებული მუშა ფუტკარი ჯერ არის ფიჭის უჯრედების მწმენდავი, შემდეგ ის არის ძიძა ფუტკარი, უვლის ბარტყს, შემდეგი სტადია არის ფიჭის მშენებელი, დარაჯი და საბოლოოდ ხდება უკვე შემგროვებელი ფუტკარი. ეს არის აფრიკული ტიპის სკა. ასეთი ტიპის სკაში ფუტკრები ცხოვრობენ ისე როგორც მაგალითად ხის ფუღუროში, ანუ მაქსიმალურად მიახლოებული არიან ბუნებრივ გარემოს. ეს ფიჭა არის მათი აშენებული და ეხლა ფერად-ფერადი არის ყვავილის მტვერი, რომელიც შემოტანილი აქვთ და ეს არის მათი ცილოვანი საკვები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდა ფუტკრების კვების რაციონში, ასევე ბარტყისთვისაც. ალბათ იმიტომაც მომწონს ფუტკრები, რომ ხასიათებითაც ვგავართ ერთმანეთს. ეს გვეხმარება იმაში, რომ ერთმანეთს კარგად გავუგოთ.
ფუტკრები ეს ჩემთვის უბრალოდ საქმე არ არის, არამედ ყოველდღიური პასუხისგებლობაა. ფუტკრების გარეშეც, რა თქმა უნდა, სამყაროც სხვანაირი იქნებოდა.